ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელი სასჯელ ახსნილების და პრობაციის მინისტრის ბრძანებას ეხება, რომლის მიხედვითაც ყველა ბრალდებული და მსჯავრდებული სასჯელ ახსნილების დაწესებულებაში შესვლისგან გამოსვლის დროს უნდა გაშიშვლეს და ბუქნი გააკეთოს. საიას განცხადებითი ბრძანება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტს, რომელიც ადამიანის პატივის და ღირსების შემლახავ მოპყრობას კრძალავს. საიას იურისტის თქმით, სარჩელი ქალთა მეხუთე დაწესებულებაში ბრალდებული ქალის მოთხოვნის საფუძველზე შეიტანეს, რომელიც სასჯელ ახსნილების დაწესებულებები გასვლისას და შემოსვლისას გაშიშვლების აუცილებლობას ღირსების შემლახავად მიიჩნევს. გიორგი გოცირიძის თქმით, ქალთა დაწესებულებაში ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები სახალხო დამცველის ანგარიშში მოხდა. სრული შემოწმება მოიცავს იმას, რომ პატიმარი უნდა გაშიშვლდეს ან კონკრეტული სხეულის ნაწილები გაიშიშვლოს და ამ დროს ხდება, ასე ვთქვათ, მათი შემოწმება სასჯელ ახსნილების დაწესებულების მხრიდან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ესეთი რუტინული ხასიათის ღონისძიება არის არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, რაც არის აკრძალული საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტში. არსებობს უფრო სხვა ნაკლებად შემზღუდავი საშუალებები, მაგალითად ელექტრონული სკანირება, რომელსაც გაშიშვლების გარეშე შეუძლია ადამიანის სხეულში აღმოაჩინოს რაიმე